ჯაშუშობის მუხრით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, ის დანაშაულს არ აღიარებს. ახლა ის სასამართლოს ხდომის მოლოდინშია. დიდი ალბათობით მოსამართლე მას პატიმრობაში დატოვებს, ხდომა კი საქმიდან გამომდინარე დახურული იქნება. ოცნების სუსი მსგავსი მუხრით ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძის გასამართლებასაც აპირებს. ძალოვანი უწყება არ აკონკრეტებს, რომელიც სახელმწიფო სასარგებლოდ მუშაობდა ცხინვალში ოკუპანტების მიერ მოკლული ჟურნალისტის ძმა. როგორია დაკავებულის პოზიცია ბრალთან დაკავშირებით მე ჩემი კოლეგა ნინი ბალანჩივაძე მოგიყვებათ პირდაპირ ეთერში. ნინი, გისმენთ. პრორუსული ორგანიზაციის დირექტორის ადვოკატმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა. გულბაათ რცხილაძის ინტერესების დამცველი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი ისაუბრებს დეტალურად იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბრალს არ აღიარებს და მიუხედავად იმისა, მისივე თქმით, რომ საქმეში არსებობს გარკვეული მტკიცებულებები, როგორც ფოტომასალა, ასევე ვიდეო მასალა, არანაირად არ მტკიცდება ის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქმიანობდა ჯაშუშურად და ეხმარებოდა სხვა ქვეყნებს. სწორედ ეს არის ოფიციალური ბრალდება, რომელიც უკვე წარედგინა დაკავებულ პირს. საგამოძიებო უწყება გულბაათ რცხილაძეს ედავება ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშურად მუშაობას. თუ რომელი ქვეყნები არიან, ამასთან დაკავშირებით სუსის შენობის დატოვების შემდგომ ადვოკატმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ შესაძლოა ეს იყოს მაგალითად რუსეთი და ამ ყველაფერს უკავშირებს რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნა სწორედ მისი მხრიდან და თავად დაკავებული პირის პოზიციაც გითხრა ჩვენ ადვოკატმა, რომ მისი პოზიცია არის, რომ შესაძლოა სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო ეს პროცესები და აქედან გამომდინარე დაიწყო ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და ამას უკავშირდება ეს ბრალი. მეორე ქვეყანას რაც შეეხება, მეორე ქვეყანასთან დაკავშირებით ეს შესაძლოა იყოს, ადვოკატი გვეუბნება, ირანი, სადაც გამგზავრებასაც ის აპირებდა, თუმცა შემდგომ ოჯახური მდგომარეობის გამო იქ გამგზავრება გადაიფიქრა. სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათში გადაიყვანენ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულს, ხდომა იქნება დახურული, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ თავად დაკავებული ისაუბრებს ამ ხდომაზე დეტალურად იმასთან დაკავშირებით, რომ ის ბრალს არ აღიარებს, უდანაშაულო არის ამ საქმეში და მედიის წარმომადგენლებს არ გვექნება იმის საშუალება, რომ დავესწროთ ამ პროცესს, თუმცა როდესაც ადვოკატი უკვე დატოვებს პროცესს, ჩვენ გვეცოდინება მისგან რა ჰქონდა სათქმელი დაკავებულ სწორედ ამ სასამართლო პროცესზე. არსებობს მოლოდინი, რომ შესაძლოა თბილისის საქალაქო სასამართლოში ეს ჩაინიშნოს დღის ბოლომდე ან 24 საათიანი ვადა არსებობს ამ შემთხვევაში და შესაძლოა უკვე პროცესი გაიმართოს ხვალ დღის საათებში. გამოკითხვა არ მოხდა რა, გამოკითხვის შექმნა შემოტანილი ჰქონდათ ბუნებრივია, მაგრამ მოკლედ საუგნისეთ ჩვენ რომ ბრალს არ ვეთანხმებით, არ ვაღიარებთ დადგენილება ბრალის შესახებ რა დადგენილია. ადამიანი ამბობს თვითონ რომ არანაირი ჯაშუში მიარა ვარ და პირიქით ჩემი მოღვაწეობა თუ რამე იყო მიმართული იქითკენ რომ რუსეთს და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოხდარიყო და ქვეყანაში რაღაც ომი და უბედურება არ მოხდარიყო. საბჭო შექმნა ხო ამ ადამიანმა რომ აღნიშნული რუსოფობიის ფაქტები გამოევლინა და გაესაჯაროებინა. არ ვიცი ვის ინტერესში არ შედიოდა ამ ფაქტების გასაჯაროება ვერ გეტყვით, მაგრამ თვითონ ამას უკავშირებს მის დაკავებას. რაიმე ისეთი ღირებული რომ პირდაპირი მტკიცებულება იყოს, რომ ბატონმა გულბაათმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა, არ არის. პირდაპირ კი არა, ირიბი მტკიცებულებაც არ არის. იქ არ არის რაიმე ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, საიდანაც ჯაშუშობა დასტურდება. ახლოთზონიზიების გარეშე დატოვებას ვითხოვთ, რომ არცერთი სახის ახლოთზონიზიება არ იყოს შეფარდებული, ან ალტერნატიული სახით გირაო ბუნებრივია, ხა პატიმრობას თუ არ მოვუთხოვთ, უდანაშაულო ადამიანია დაკავებული, თვითონაც გაოგნებულია, ვერ ხდება რატომ შესაძლოა ყოფილიყო მისი დაკავება გადაწყვეტილი. სუსის შენობაში უკვე 2 საათზე მეტია იმყოფება დაკავებული ჟურნალისტის ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. ის ბრალის ოფიციალურ დადგენილებას ეცნობა და ჩვენ უფრო მეტი გვეცოდინება ამ გამოსვლის შემდგომ, უკვე მას შემდგომ, რაც ადვოკატი შენობას დატოვებს. მან შესვლამდე გააკეთა ჩვენთან მცირედი კომენტარი, თქვა ის, რომ დაკავებულთან, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერჯერობით არ ქონია კომუნიკაცია, არ იცის
საერთოდ გამოიკითხა თუ არა ამ საქმესთან დაკავშირებით, ან დღეს გამოკითხავენ თუ არა მას გამომძიებლების შესაბამისად, მხოლოდ იმის თქმა შეუძლია ადვოკატს ამ ეტაპზე, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს საცხოვრებელ სახლში. სავარაუდოდ რამდენიმე წუთში დატოვებს უკვე ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და გვეცოდინება უფრო მეტი, მათ შორის დაკავებულის პოზიციასთან დაკავშირებით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მასაც ედავება ჯაშუშობას. საუბარი არის 314 მუხლის პირველ ნაწილზე, რაც სასჯელის სახით და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე ვიცავ ირაკლი ჩიხლაძის ინტერესებს, ჯერჯერობით არ შევხვედრილი ვარ მას, არც გამომძიებელი არ გვინახავს, შევალთ გავერკვევით, არ ვიცით აბსოლუტურად გარდა იმის, რაც თქვენი იცით, რაც განაცხადა სუსმა მისი გარდა არანაირი დეტალი არ ვიცით. ჩვენება მიცემული აქვს თუ არა ეს გარემოებაც არ ვიცი, უცნობია ჯერჯერობით ჩვენთვის, რო შევალთ და გავესაუბრებით, მე ვნახავ. როგორც ვიცი, სახლში დააგავეს ჩემი ინფორმაციით. მას ჰქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია, ის ანუ რაღაცა ჯაშუშობის საქმიანობასთან დაკავშირებით ოჯახს მიაჩნია, რომ აბსურდული ბრალდება არის, არანაირი კავშირი არ აქვს მას ამ ბრალთან დაკავშირებით, თუმცა დეტალებს გავეცნობთ და მოგახსენებთ. ჩვენ ვჩვენებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ველოდებით ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატის გამოსვლას, რაც შეეხება გულბათ რცხილაძეს. მისმა ინტერესების დამცველმა უკვე უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. სავარაუდოა, რომ ან დღის ბოლომდე, ან ხვალ დღის პირველ ნახევარში ჩაინიშნება ამ საქმეებთან დაკავშირებით პროცესი. გულბათ რცხილაძის პოზიცია არის ის, რომ ის არ აღიარებს დანაშაულს, რაც შეეხება შუამდგომლობას. ადვოკატის თქმით, შუამდგომლობა იქნება საერთოდ ამ საქმის აღკვეთის გარეშე დატოვება და გირაოს მოითხოვენ საქმესთან დაკავშირებით ადვოკატები.